საღამოშვიდობისა ეს არის ქრონიკა 8-ზე. ერთად შევაჯამოთ დღის მთავარი თემები გამოშვებაში თქვენ ნახავთ. ორგანიზებული აქციები და უცხო ქვეყნისთვის მიწოდებული გამოგონილი ამბები. რა მტკიცდება ქრონიკის მოპოვებული მასალებით და რატომ დუმს ოპოზიცია? ქართული მრავალფეროვნება და საპატიო სტუმრის სტატუსი. რა შესაძლებლობებს უქმნის ქართულ ბიზნესს საერთაშორისო იმპორტის უმსხვილესი გამოფენა? დღეს ილიაობა, როგორ აღნიშნეს ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 198 წელი ყვარელში. შესაბამისი ნებართვის გარეშე თვითნებურად აშენებული სასტუმროების, საბაგირო და სათხილამურო ტრასების და შედეგად უკანონოდ მიღებული ათეული მილიონობით ლარის გამო კრისტალ ჯგუფის ხელმძღვანელი დააკავეს. როგორც დღეს ფინანსთა სამინისტროში გამართული ბრიფინგიდან გავიგეთ, უწყებაში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ საკურორტო ზონებში მიწის მისაკუთრების თუ უკანონო მშენებლობების საკითხს. კრისტალ ჯგუფის საქმეც ერთ-ერთი რეზონანსულია იმ საქმეებს შორის, რომლებზეც ბოლო პერიოდში საზოგადოება სხვადასხვა საგამოძიებო უწყებები ინფორმაციას იგებს. ვაკუმ ეზურნიშვილი გიამბობთ თაღლითუბაზე, რომლითაც სახელმწიფო მილიონობით ლარი იზარავა. დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულია კრისტალ ჯგუფის ხელმძღვანელი ვლადიმერ სტეფანიანი. გამოძიებით დგინდება, რომ უნებართვოდ აშენებული სასტუმროდან და კოტეჯებიდან სტეფანიანმა უკანონოდ რამდენიმე ათეული მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამ მონაცემებით გამოძიების მიერ დადგენილია 2 მილიონ ლარამდე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. კრისტალ ჯგუფის კომერციული დასახელების ქვეშ გაერთიანებული შეპესე ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფის და შეპესე ჰოტელს მენეჯმენტ გრუპის დამფუძნებელმა პირმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში დიდველის ტერიტორიაზე შესაბამისი ნებართვის გარეშე თვითნებურად ააშენა 5 სასტუმრო აპარტამენტი, მოაწყო კერძო საბაგირო, კერძო სათხილამურო ტრასა და ტობოგანი, რომლის გამოყენების შესაძლებლობაც ჰქონდა მხოლოდ კრისტალ ჯგუფის მომხმარებლებს. ქრონიკა ბიზნესმენის სასტუმროს მენეჯერს ესაუბრა, რომელიც გვიდასტურებს, რომ ადგილზე გუშინ შესაბამისი უწყების თანამშრომლები იმყოფებოდნენ. თავად სასტუმრო კი ბაკურიანში შეუფერხებლად მუშაობს. რა ინფორმაცია გაქვთ? შხრეკა იყო, როგორც ვიცით, სასტუმროში? ჯერჯერობით, რა ვიცი, რამეს კონკრეტული პასუხი არაფერი არ გვაქვს და რა ჩვენ შევდებით რა. სასტუმროს ტერიტორიაზე არაფერი არ ყოფილა და ეხლა შეიძლება პირად სახში და ის კი. ვინმეს არ მოუმართავს ფინანსურს ან უსაფრთხოების სამსახურს? შინაარსად თავისთავად კი, მაგრამ აი ვერ გეტყვით ხო ხდებით, ახლა ვერ გცემთ პასუხს. დაკავებული ადვოკატმა უკვე მოინახულა, თუმცა ჯერ პოზიციაზე არ შეთანხმებულან. ვლადიმერ სტეფანიანს ბრალს სავარაუდოდ ხვალ წარუდგენენ. საქმის მასალები არ გადმომცემენ და რომ გადმომეცემა საქმის მასალები გავეცნობი დეტალურად, შემდგომ დეტალურად შემეძლება ინფორმაციის გაცემა. ვესაუბრე, მაგრამ ამ ეტაპზე პოზიცია არ აქვს. დადგენილება რომ ჩავფარდება, შემდგომ ჩამოყალიბდებით. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციით საკურორტო ზონებში მიწის მისაკუთრების თუ უკანონო მშენებლობების საკითხს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. კრისტალ ჯგუფის დანაშაულებრივი საქმიანობის შესწავლის და მათთან შესაძლო კავშირში მყოფი ადამიანების, მათ შორის საჯარო მოხელეების დადგენის და მხილების მიზნით გამოძიება 3 მუხლით გრძელდება. დანაშაული 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა ტარების ბრალდებით 2 პირია დაკავებული. ამავე საქმეზე კიდევ ერთ პირს, რომელიც შეკვეთილი მკვლელობის მომზადებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა ტარებისთვის 7 ნოემბერს დააკავეს ბრალი პენტენციურ დაწესებულებაში წარედგინება. გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის სექტემბერში წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლები წითელი ცირკულარით ძემილი ამჟამად საზღვარგარეთ მყოფი კრიმინალური ავტორიტეტი ელმურაზ მამედოვი მარნეულში მცხოვრებ ბიზნესმენს მობილური ტელეფონი დაუკავშირდა და მას მუქარით მოსთხოვა 50,000 ამერიკული დოლარის თურქეთის რესპუბლიკაში ჩატანა. თანხის გადახდაზე უარის მიღების შემდეგ ელმურაზ მამედოვმა საქართველოში მცხოვრებ 3 პირს 10,000 ამერიკული დოლარის სანაცვლოდ დაუკვეთა ბიზნესმენის კუთვნილი ავტომანქანების ნაწილების მაღაზიის ფასადის დაზიანება. აღნიშნულმა პირებმა დავალება სისრულეში მოიყვანეს, დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს და თანამშრომლობენ გამოძიებასთან.
საქართველოს თავისი კულტურით, ტრადიციით, კულინარითა და მთელი შესაძლებლობით ახლა აზიური ბაზრის ყველაზე დიდი პლატფორმის სცენაზე დგას. ჩინეთში მიმდინარე ტურისტულ გამოფენაზე ქართულ ბიზნესს ახლა კარგი შესაძლებლობა და უამრავი დამთვალიერებელი ჰყავს. ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით. ქართული პავილიონი, რომ დიდი პოპულარობით სარგებლობს, ამაზე დაუსრულებელი რიგები სათქმელს თავად ამბობს. ანი ოჩხიკიძე გვეტყვის, როგორ ეცნობიან აღმოსავლეთში საქართველოს. უწყვეტ ნაკადად მეოთხე დღეა დამთვალიერებელი შანხაიში საქართველოს სტენდთან საკუთარ რიგს ელოდება საერთაშორისო იმპორტის უმსხვილეს გამოფენაზე China International Import Expo-ზე. საქართველოს წელს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსითაა წარდგენილი, რაც ქვეყანას აძლევს საშუალებას საკუთარი კულტურა, პროდუქცია და პოტენციალი მსოფლიო აუდიტორიას გააცნოს. ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო ინტერესი ჩვენი ეროვნული პავილიონის მიმართ. ამასთან ერთად ბიზნესების ნაწილში ასევე გვაქვს რეკორდული მაჩვენებლები კომპანიებისგან, როცა ისინი აღნიშნავენ, რომ ეს ცნობადობა, ეს ინტერესია საქართველოს წელს გამოიწვია განსაკუთრებული აღმოჩნდა მათთვის. მიმდინარე გამოფენაზე საქართველოს უპრეცედენტო მასშტაბითაა წარმოდგენილი. 1000 კვადრატულ მეტრზე განთავსებულია 3 საგამოფენო სივრცე, გასტრონომიული ზონა, ასევე ტანსაცმლისა და აქსესუარების განყოფილება. სააგენტო აწარმოებს საქართველოში უმსხვილეს გამოფენაში 40-მდე კომპანიასთან ერთად მონაწილეობს. აქ ქართველ ექსპორტიორებს საშუალება აქვთ საკუთარი პროდუქცია 100,000-ობით ვიზიტორს გააცნონ და ახალი ბიზნეს კონტაქტები დაამყარონ. დაინტერესება საკმაოდ მაღალია. რაც შეეხება ჩინურ ბაზარს, საკმაოდ დიდი ბაზარია და ჩვენთვის ძალიან საინტერესოა ჩინურ ბაზარზე შემოსვლა. ბევრი ვიზიტორი ყავდა, არაერთი პროდუქცია გავყიდეთ და მათ შორის იყო რამოდენიმე საინტერესო ბიზნეს შემოთავაზებაც, რომლებთანაც გავაგზავნებთ აუცილებლად კომუნიკაციას. ეროვნული პავილიონი სტუმრებს აცნობს საქართველოს ისტორიას, კულტურას, დამწერლობასა და ღვინის ტრადიციებს, ქვეყნის მდიდარ მემკვიდრეობას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა. განსაკუთრებული ემოცია თან ახლავს სცენას, სადაც ქართული ცეკვისა და სიმღერის წარმოდგენები ანსამბლ რუსთავის შესრულებით იმართება. მიზანია და მისია, რომ წარმოადგინოთ უნიკალური ქართული კულტურა აქ და წარმოვაჩინოთ ჩვენი ქართული სული, ქართულ ცეკვასა და სიმღერაში, მრავალხმიანობაში. წელს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართულ კულინარიას. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პარტნიორობით მოწყობილ გასტრონომიულ კუთხეში მიმდინარეობს ტრადიციული კერძების მომზადების მასტერკლასები და ღვინის დეგუსტაცია. შანხაის გულში ქართული შეფმზარებლები სხვადასხვა რეგიონული კერძებით სტუმრებს ქართული სტუმართმოყვარეობით მასპინძლობენ. უწყვეტი რიგია, ნახეთ, წრეზე მიდის, მეორე, მესამე წრეზე მიდის ხალხი. მიზანიც ეგ იყო, ხო, ჩვენი აქ ყოფნის და აი ესეთი ფურორის მოხდენის. ძალიან მოწონთ ჩვენი კერძები. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნისთვის იქნება პირველ რიგში კარგი იმ მხრივ, რომ ეს ხალხი გაიცნობს ჩვენ ქვეყანას უფრო ახლოს. ჩინეთის მარკეტი საკმაოდ დიდი არის და ფართო და დიდი მოთხოვნა არის ასევე სხვადასხვა პროდუქტებზე. და იმედი გვაქვს, რომ შევძლებ გაფართოება სამარკეტშიც. საქართველოს საგამოფენო სივრცე ოფიციალურად პრემიერ-მინისტრმა ჩინელ კოლეგასთან ლიციანთან ერთად გახსნა. საერთაშორისო იმპორტის გამოფენას დაახლოებით 150,000 ვიზიტორი ესწრება, რაც კიდევ ერთხელ უსვავს ხაზს საქართველოს პოტენციალს საერთაშორისო ბაზარზე. ერის მამა იუბილარია. მისი დაბადების დღე კი ყვარელში უკვე წლებია სახალხო ზეიმად იქცა. ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი წელსაც მასპინძლობდა უამრავ სტუმარს შემოდგომისთვის დამახასიათებელი თავშესაქცევით. ყვარელში დღეს ხელისუფლების პირველი პირებიც იმყოფებოდნენ. ნახეთ ჩვენი რეპორტაჟი ყვარლიდან თუ როგორ აღინიშნა 192 წლის თავზე ილიაობა. მამული ენას არწმუნოება, ჩვენი თავი ჩვენ უნდა გვეკუთვნოდეს. სწორედ ამ პოსტულატებზე დგას ჩვენი თანამედროვე სახელმწიფო. ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან დღეს 188 წელი შესრულდა. ილიაობა ტრადიციულად ყვარელში აღინიშნა. განსაკუთრებული ხალხმრავლობა ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში იყო. მოეწყო გამოფენები, ჩატარდა ტრადიციული კულინარიული მასტერკლასები, პურის ცხობა, ღვინის დეგუსტაცია. ილიაობასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე კახეთში საქართველოს პრეზიდენტი შვილებთან ერთად იმყოფებოდა. მთელი თავის ცხოვრება შესწირა სამშობლოს სიყვარულს და როგორც სანთელი ისე დაიწვა სამშობლოს სიყვარულში. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, უფლებაც არა გვაქვს, რომ ჩვენ არა მარტო მოგონების და აღნიშვნის სახით, არამედ ამ იდეებს არ შევასხათ ჩვენი მთელი ენერგია და არ ვიყოთ მოწოდებული, რომ საქართველო იყოს უფრო მეტად ძლიერი და უფრო მეტად განვითარებული.
პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა ილია ჭავჭავაძის ძეგლი გვირგვინით შეამკეს. ილია ჭავჭავაძემ თავისი მოღვაწეობით ერის თავისუფლების იდეას ახალი სიცოცხლე შესწინა. უნდა გვახსოვდეს ეს განატოვარი ყოველთვის, ეს არის რითაც ჩვენ შევინარჩუნებთ ჩვენს ეროვნულ იდენტობას და ეს არის რითაც ჩვენ შევინარჩუნებთ ჩვენს სახელმწიფოებრიობას. ჩვენი ქართული სახელმწიფო განუყოფელი არის ამ სამი საუნჯისგან. როგორც კი ერთს დავკარგავთ, ჩვენ დავკარგავთ ჩვენს სახელმწიფოსაც და დავკარგავთ ჩვენს ეროვნულ იდენტობას. ილიას მშობლიურ მხარეში დღევანდელ დღეს განსაკუთრებული სიამაყით მასპინძლობდნენ სტუმრებს. ყვარლის მოედანზე მოწყობილი ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა გაყიდვა გვიანობამდე გაგრძელდა. უზომოდ უყვარდა თავისი სამშობლო, თავისი საქართველო, ღრმად სწამდა რომ საქართველო გაბწყინდებოდა და ამიტომ მის ლამაზ ლექსში ჩემო ტკბილო ქვეყანა რაზედ მოგიწყენია, აწმყო თუ არა წყალობს მომავალი შენია. აი სწორედ ილია ჭავჭავაძის ძალიან დიდი იმედი ჰქონდა, მარტო იმედი არა, სჯეროდა, სწამდა რომ მომავალი თაობის ხელში იყო ჩვენი საქართველოს გაბწყინება. სრულიად საქართველოს ულოცავ დღევანდელ დღეს. წმინდა ილია მართალი შეეწიო სრულიად საქართველოს. დიდი დღეა. ჩვენ წარმოვადგენთ საოჯახო მარანს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი ახაშნიდან. ესეთი ფესტივალი რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია. გვინდა რომ ჩვენი ღვინო გაიცნოს სრულიად საქართველომ, იმიტომ რომ ვაწარმოებთ ბუნებრივ ღვინოებს, არ შეგვაქვს პესტიციდები, ჰერბიციდები. ილიაობის დღესასწაულთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა სასტუმრო პაბელონის მიმდებარე ტერიტორიაზეც. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილობრივი ღვინო და კახური სამზარეულო დაეგემოვნებინათ. ყვარელში დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს, რომ ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობა ის წარსულია, რომელზეც დგას აწმყო და მომავალშიც საქართველოს სახელმწიფოებრიობის მთავარი საფუძველი იქნება. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძე მედიასთან ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა, მათ შორის გამოიხმაურა მამა დოროთე ყურაშვილის საპატრიარქოში დაბარებას და განაცხადა, რომ ის არც დასასჯელად დაუბარებია და არც პოლიტიკური განცხადებების გაკეთება აუგრძალიათ. როგორც მან განაცხადა, შეკითხვები იყო არა პოლიტიკურ, არამედ ეკლესიის შეურაცხმყოფელ შეფასებებზე. არც ერთი კომენტარი ამ სასულიერო პირების, არც მამა დოროთესი, არც მამა ილიასი არ განხირულა იმ ჭრილში, რომ მათ გააკეთეს პოლიტიკური განცხადებები. იყო მხოლოდ ის, რატო აკეთებს შეურაცხყოფელ შეფასებებს და რატო აყენებს შეურაცხყოფას ეკლესიას, პატრიარქს, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრეს, პატრიარქის ადმინისტრაციას და დანარჩენ სასულიერო პირებს. მაგალითად იყო ის, რომ ესე იგი პროტესტზე არიან ის ხალხი, ვინც ნათელ მხარეს არის და დანარჩენი არიან სიბნელეში. არ არის შეურაცხყოფელი იყო რუსი ეგზარქოსები მართავენ ეკლესიას დღესაც, რომ ეკლესიას სურდა სისხლისღვრა 4 ოქტომბერს. აი ეს გამონათქვამები ნორმალურია. ჩვენ სულ ვაკეთებთ განცხადებებს საპატრიარქო და მოუწოდებს სასულიერო პირებს, რომ მსგავსი განცხადებები, რომელიც პოლარიზებას იწვევს საზოგადოებაში, არ უნდა ხდებოდეს სასულიერო პირებისაგან. ამ შემთხვევაში, როდესაც შეფასებებს არ ვაკეთებთ, დაუშვათ. განა იმიტომ არ ვაკეთებთ, რომ ვინმეს ტრობა გვაქვს აქ განზრახული, არამედ არ ვეთანხმებით ბევრ შეფასებებს, რომელიც კეთდება ნაწილი პოლიტიკოსების მხრიდან. არ ვეთანხმებით მაგალითად გადაწყვეტილებას, რომ არჩევნები, გადაწყვეტილებას კი არა, დაასკვნას, რომ არჩევნები გაყალბდა, პატრიარქმა არჩევნები მიულოცა ქართულ ოცნებას და მან მიიღო მონაწილეობა ამაში. დოროთეს ეს უთხარეთ ჩვენ მაშინ პირველ შეხვედრას და სრულიად ტყუილი გამოიტანა გარეთ. ჩანაწერის უფლებაც მივეცით და რაც გარეთ მოყვა მერე იყო, რომ მას სჯიდნენ, დასაჯელად არ დაუძახიათ მისთვის, რომ მას პოლიტიკური განცხადებები აუგზალეს. მსგავსი არაფერი არ ყოფილა, თვითონაც კალამბურს ამბობს, რომ ჩემთვის არ უთქვამთ, რომ პოლიტიკური შეფასებები არ გააკეთონ, მაგრამ ამისთვის დამიბარეს. რას ნიშნავს ეს წინადადება გესმით თქვენ შინაარსი, რომ არ უთქვამთ მისთვის, რომ პოლიტიკური შეფასებები არ გააკეთო, მაგრამ ამისთვის დამიბარეთო. ეს გესმით თქვენ რას ნიშნავს? თავი ბოლო გესმით ამ წინადადების ერთში სხვა რაღაცას ამბობს, მეორეში სხვა რაღაცას ამბობს. ეხლა ბოლო ადამიანს გაუფრთხილდით და ნუაქეზებთ ასეთ რაღაცებზე, დაღუპვის გზაზე დგას. ასეთი იყო დღევანდელი მოვლენათა ქრონიკა. გაეცანეთ ყველა სიახლეს იმედი ნიუზ-ჭიზე. მე ორ შაბათამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.